გამარჯობა, ეს მარტოობის 15 წუთია, ჩემი სტუმარია ნათია ფანჯიკიძე. და ჩვენ ვართ მარტო ერთად. მარტოები ვართ ერთად. და მინდა გთხოვოთ, რომ გამომიწეროთ. გთხოვთ, გამომიწერეთ. ძახილის ნიშნებით საყვარლებო. უკვე 2-ით. თქვენთან მაქვს შეკითხვა ნომერ 1 შეკითხვა. ბევრი შეკითხვა მაქვს. ვინ ხართ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით? ეგ რო ვიცოდი. მთელი ფილოსოფოსები ამაზე იმტრევენ თავს. მართლა? თქვენ გადაჭერით დილემა ვინ ხართ? მე მივხვდი, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვა ვარ. მაგრამ რომელიღაცა მეები დომინირებენ და რომლებიც მომწონს დავიტოვე. მეები არიან თუ როლები? როლები. თქვენ გაქვთ რომელიმე მაშინ ეგრე გითხავთ როლი, რომელიც მარტოობაში მოარგეთ საკუთარ თავს და ესე საბანივით. მაქვს რაღაც შეყვარებული როლები, კი. როგორი ხართ მაგ დროს, როცა მარტო ხართ საკუთარ თავთან? ჩუმად, რაც მთავარია ჩუმად. შინაგან ხმას რომ მოусმინო, უნდა იყო ჩუმად. თუმცა მარტოობაში ხშირად მიცინია კიდეც თუ ეს მარტოობა დავარღვიე იმით, რომ მაგალითად რაღაცას ვუყურებ, სკროლავ და უცებ კომედიური სიუჟეტი შემხვდება, ანუ საკუთარ თავთან ეს მარტოობაში სიცილიც კი სასიამოვნო. ამდენი ის ყავთ პაციენტი და ბევრის შინაგან სამყაროში გიწევთ, რომ შეხვიდეთ, იძრომიალოთ, გამოხვიდეთ. როგორ ახერხებთ და თუ ალბათ ახერხებთ, სხვაგვარად უბრალოდ გონია, ჩემი ვარაუდია, რომ გაგიჯდებოდით, რომ აი კარი მოიხუროთ თქვენი სამსახურის და ეს არ გაყვეთ სახლამდე. გაის უფრო დროს მოაქვს, თითქოს მართავ ამ ყველაფერს, თუმცა ითვლება, რომ ფსიქოთერაპევტებისაც, რეანიმატოლოგებისაც, ნეიროქირურგების, ქირურგების ზოგადად სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარებით ნაკლები კვლევები ადასტურებს, იმიტომ რომ ერთი არის, რომ თუ არ განიცდი იმას, რასაც შენი მწუთას ეხები, მაშინ რაღაცნაირად წარმოუდგენელი არის, რომ გქონდეს ის კავშირი, რომელიც ადამიანს გააძლიერებს. შენ შეიძლება პასიური მსმენელის როლში იყო, მაგრამ ეს პასიური სმენაც აქტიური სმენა რეალურად, იმიტომ რომ შენ უნდა გრძნობდე ამ ყველაფერს. თუ არ გრძნობ, შედეგი არ გაქვს და თუ ჭარბად გრძნობ, მაშინ შენს ჩამოინგრევი და ვერც სხვას უშველი. მაგრამ შეუძლებელია, რომ დანალექი სხვისი ტკივილის არ რჩებოდეს შენში, უბრალოდ იცით როგორი განსხვავებაა, აი მაგალითად ადამიანს უჭირს, ხო, აი რაღაცა გაიჭრა და სისხლი მოსდის. ვიღაც კივის, ვიღაც მოქმედებს. ვინც მოქმედებს, იმას კმაყოფილების გრძნობაც აქვს, რომ ვუშველე, რაღაც შევძელი, მაგრამ ამავდროულად მისი სტრესი პირდაპირ ქვეცნობიერში ჩაედინება, იმიტომ რომ მას ამისთვის აქტიური ფიქრის და კივილისთვის არ სცალია. აი დაახლოებით არ ვიცი რამდენად სწორად და გასაგებად ილექება? ყველა ვარიანტი როგორ შეიძლება ჩვენ ყველანაირად ამას ქვია ერთგვარად მეტაფიზიკური ინტოქსიკაციაც, როდესაც ძალიან ბევრი ცრემლით, ტკივილით, ინტენსიურად იწამლები თუ დიდი დოზა არის. და მე ამ ყველაფრისგან დაცვას თავისი ჰიგიენა აქვს ამას, ჯერ იგივე ჩვენ მოვალეობაშიც გვიდევს ის, რომ ჩვენ ყოველთვის ხო რაღაც გააქტიურებული გვაქვს, ჩვენ ყველას გვაქვს ნევროტული ბირთვიც, ფსიქოზური ბირთვიც, ასე რომ მუდმივად დარტყმის ქვეშ ვართ, ანუ გააქტიურებული გვაქვს განცდები. შესაბამისად, პროტოკოლშიც დევს, რომ თვითონ უნდა გვყავდეს სუპერვაიზორები ან უკვე შემდეგ რაღაც ასაკის მერე საკუთარი ფსიქოთერაპევტები და გქონდეს საკუთარი მენტალური ჰიგიენა. რა თქმა უნდა, გვაქვს ესეთი ჩვენივე ამორჩეული ჰიგიენის მექანიზმები, ჩემთვის ეს არის სიჩუმეში ყოფნა, როგორც თავიდან თქვი, ყვავილების მოვლა, სილამაზესთან ურთიერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიყავი თქვენთან სეანსზე ადრე. დედა მომიყვანა. და თქვენ აიღეთ თქვა, რომელიც ჩემი თავის ირგვლივ მე მგონი
წრე დაარტყმევინეთ და მითხარით, რომ ფერი დიდად არ შეუცვლია და ესე იგი არა, ფერი არა. აბა არა, ეგ ქვა არის მაჩუკა ჩემო უსაყვარლესმა. ერთად მუშაობდით ადრე, ვაჟა კენჭაძე არის ესეთი ძალიან კარგი ფსიქიატრი. და ყველას პროფესიაში აქვს კიდევ თავისი დამოკიდებულება. ერთი არის დისციპლინა და მეორე არის თავისი დამოკიდებულება. ხო შენი საკუთარი გზა ყოველ პროფესიაში, იმიტომ როგორც ახლა თქვენ ხართ მსახიობი და შეიძლება განასახიეროთ როლი, რომელიც თქვენამდე ბევრ მსახიობს განუსახიერებია, ან პარალელურად უამრავია ამ როლში, ხო, მაგრამ თქვენ გაქვთ თქვენი გზა. და თუ არ გექნებათ თქვენი გზა, ფასიც არ ექნება სხვის კოპირებას, ხო? ზუსტად ასეა ჩვენს პროფესიაშიც და აი ვაჟაზე ვამბობ ხოლმე, რომ არის აი რაღაც ცოტა შამანური ექიმი, რაღაც ძალიან ელეგანტურია, ძალიან ჯადოსნურია და ძალიან უყვარს ეს მინერალები და ერთგვარად ანიმისტური დამოკიდებულება აქვს, აი როგორც სულიერ, ყველაფერს როგორც სულიერს ისე უყურებს. და აი ეგ ბროლი მაჩუკა ვაჟამ და ვაჟა ამბობს, რომ ეს ქვები ნახე რამ გრძნობიარეები არიან, რომ მათ შეუძლიათ ჩვენი ენერგეტიკის აღება და სხვათა შორის ადრე მახსოვს, მე მყავდა ნათესავი ქალი, წნევის აპარატები რო არ არსებობდა, ან არა ბავშვი ვიყავი მაშინ, ან არ არსებობდა ფართე მასებისთვის. ეხლა ხო ყველას გვაქვს საკუთარი ფოტოაპარატი მაგალითად, ხო? ტელეფონში და ასე შემდეგ. ხო ყველანაირი ტექნიკა დღეს ჩვენ ყველას გვაქვს და ადრე ხო არ იყო ესე ყველას არ ქონდა. და წნევის აპარატები რო არ არსებობდა, იყო ასეთი ხალხური მეთოდი წნევის გასინჯვის, თანაბარი ოქრო, მაგალითად აი საქორწინო ბეჭედი, რომელსაც არ აქვს სიმძიმის ცენტრი არსად. იმით სახაზავზე იზომავდნენ წნევას და აბსოლუტურად მათემატიკური სიზუსტით ეს ოქრო ციმციმებდა იქ, სადაც არის გულის წნევა, სადაც არის არტერიული წნევა, საოცარი რამე იყო და მე უკვე რომ შემოვიდა აპარატები, მოდი შევამოწმოთ, თქო, მახსოვს რომ ვეუბნებოდი ამას და რომ ვამოწმებდით აი ერთი-ერთში. და ზუსტად ასე, აი ამ ბროლსაც აქვს, რომ როდესაც ცხელდება ჩვენი ენერგიისგან, იწყებს მოძრაობას. და მოძრაობა სხვათა შორის აი მართლა ძალიან საყვარელი რაღაცა არის, რომ როდესაც ეს ენერგია ბალანსში გვაქვს და კარგად ვარ, თანაბრად ესე საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს, ხან ხდება ესეთი ამღვრეული ცოტა. ხო და ეს ვაჟას უყვარს ესეთი ნივთები და რაღაცნაირად მისგან გადმომედო მეც ეს ქვების სიყვარული. რადგანაც გონია ხალხს, რომ ფსიქოლოგს თავისი პრობლემები არ გააჩნია. ან არ უნდა გააჩნდეს. არ უნდა, ხო. და ის ცუდად არასდროს არ არის. იმ თავისი განსაცდელი არ აქვს, ან თუ აქვს ძალიან მარტივად გამომკლავდება კაც ფსიქოლოგია ბოლო-ბოლო. აი თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ყოველდღე, თქვენი აზრი კი არის თქვენი დამოკიდებულება ამ ყოველფრის მიმართ. იმიტომ რომ რადგანაც მეც მქონია ბავშვობაში ხა ეგ განცდა რა, რომ ფსიქოლოგიც ადამიანია. რასაც ვისაკვირველებაო. მართლა მქონია ეგ განცდა, რომ მე მგონი ფსიქოლოგი არ არის ადამიანი. ანუ ადამიანური განცდები მათ არ აწუხებთ, იმიტომ რომ რაღაცა სხვა საფეხურზე დგანან, სადაც ყველაფერი აშკარაა და ყველაფერი ხელმოსაკიდი. ნუ ცხადი არის, რომ ეს ასე არ არის. ესეც არის იგივე რომ სტომატოლოგსაც კარიესი უჩნდება და სხვა სტომატოლოგთან მიდის. და ხო, ნებისმიერ ექიმს თვითონ შეიძლება მისივე პროფილის ექიმის დახმარებაც დასჭირდეს, ხო? აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, რომ ცუდად ყოფნაში რამე საუხერხულოა, ან რაღაცა ჩვენი იდეალი კი არა, რომ რობოტებად ვიქცეთ, რომელიც აღარც ტირის, აღარც იცინის. სულაც არა. აქ არის ლაპარაკი ბალანსზე და ჯანსაღ მომნელებელ სისტემაზე, რომ ტრავმა, სტრესი მოაქვს ცხოვრებას, მაგრამ რამდენად ჩვენ მას მდგრადები დავხვდებით, ხო? და ეს სტრესის მიმართ მდგრადობა შესაძლოა ფსიქოლოგებს ქონდეთ უფრო მეტი, იმიტომ რომ მათ რაღაცა გარკვეული წრთუნა და მეცადინეობა ამისთვის აქვთ გავლილი. შესაბამისად შეიძლება მათი მომნელებელი სისტემა სტრესის მიმართ უკეთესად იყოს გამართული ვიდრე სხვა ადამიანის, მაგრამ ეს იმას აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ მძიმე სტრესმა ისევე შეიძლება არ გადატეხოს ადამიანი. და როგორც გითხარით, პირიქით რისკის ქვეშაც კი ვართ, რომ ჩვენ თვითონ შეიძლება ავირეკლოთ რაღაცა ცუდად ყოფნა, რაც ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ
თავარი ის კი არა რომ ტრავმა არ გვემართება ან სტრესი არ გვირდყამს ჩვენ. თავარი არის რომ აი როგორც ფეხი რომ მოგტყდათ, მას ხო აქვს გონივრული ვადა, როდის ხორცდება ეს ჭრილობა. აი ჩვენ ამას უნდა შევხვდეთ მოთმინებით და უნდა ჩავეტიოთ იმ ჯანსაღ დროში, როცა ესა თუ ის ხარისხის სტრესი მოსანელებელი და დასაშლელია. ანუ არ განავრცოთ. ხო, ანუ არ გქონდეს ჭარბი რეაქცია იმაზე, რასაც ეყოფა ამხელა რეაქცია და ჯანსაღ დროში ჩავეტიოთ, რომ მოვინელოთ ის ბრაზი თუ მოვინელოთ ის წყენა თუ გარკვეული დარტყმა ცხოვრებისაგან. თორე თუ მგრძნობიარე არ არის ფსიქოლოგი, მაშინ შეუძლებელი არის, რომ შენ ის გამოგადგეს პირიქით. მგრძნობიარე უნდა იყოს ადამიანი, მაგრამ ეს მგრძნობიარობა არ ნიშნავს იმას, რომ გადაგტეხოს ყოველმა ქარის დაბერვა, თორე არა ის, რომ ამ ქარში შენც არ ირხეოდე, ხო? გააჩნია სიძლიერე, შეიძლება გადაგტეხოს, კიდეც გააჩნია რა მოხდება. გააჩნია რა მომენტში მოხდება შენი ზოგადი ჯანმრთელობის, ზოგადი ცხოვრებისეული. საერთოდ აი როგორ არის ხო ისიც, რომ ჩვენ მაგალითად მივიღოთ დეპრესიული რეაქცია, ერთი სტრესი კი არ გმარა, მაგრამ ხანდახან ცხოვრებას მოაქვს 10 ერთად. და ამაში ძველები შეიძლება შლეიფივით გააქტიურდეს განმეორებითი ტრავმები, რა თქმა უნდა, განმეორებითი გამოცდილებები, რომელიც ჩამცხრალია, მაგრამ უცებ გააქტიუროს, წამოიღოს ყველაფერი. ჩვეულებრივი რამ არის ეს, ასე რომ რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიც ადამიანია. რა საჭიროა ოქროს გასაღები? ახლა ჩვენ რომ მივახციოთ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტიულობას და სიმშრალეს, ნუ ეგრე მეხუმრობით ვამბობ ხოლმე, ჩემი სარეცხის მანქანა ყველაზე კარგად თქო, ჩუხჩუხებს თანაბრად, არაფერზე არ ღელავს, შვენივრად გრძნობს თავს, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის განცდები რო გვაქვს, იმიტომ ვართ ადამიანები. მთავარია რომ განცდების გაფორმებაში, წარმოსახვაში, ინტერპრეტაციაში არ წავიდეთ არასწორი გზით, არამედ დავრჩეთ სწორ კვალზე და მთელი ფსიქოთერაპიის მექანიზმიც ეგ არის, ხო? ფიქრების კონტროლი შეგიძლიათ? ფიქრებს არ სჭირდება კონტროლი, ფიქრები უნდა მოვიდნენ. უბრალოდ ამ ფიქრების წაკითხვისას მათი სწორად დალაგება უნდა ვცადოთ. მე აი რომელ ფიქრებს გულისხმობ, იცი, მაგალითად მაქვს მე რაღაცა ფიქრები, რომლებიც ავტომატურად ეგრევე ჩემთვის დამახსოვრებული აქვს, რომ უნდა გაცხრილოს. ნეგატიურ ფიქრებს გულისხმობ რა. უფრო პოზიტივისკენ რომ მიმართო საკუთარი გონება. გაჩნია რა შემთხვევაში. ეხლა თუ კი ხანძარი გაჩნდა და შენ პოზიტივისკენ მიმართე და არ შეამჩნია ეს ხანძარი, არ გამოგადგება, ხო? ადეკვატურ არეკლაზეა სამყაროს ლაპარაკი. არა განრიდებით ქცევაზე, არა იმაზე, რომ შენ ვერ დაინახო რაიმე. ხო. არამედ იმაზე, რომ რასაც ხედავ, იმის მიმართ გქონდეს ზომიერი და არაჭარბი რეაქცია. თუმცა მაგაშიც არ ვართ დაზღვეულები, იმიტომ რომ ცხოვრება, აი როგორც ფიზიკურ სხეულში ჩვენ ცხოვრებაში ერთხელ ხო ყველას გვტკივებია თავი, მაგრამ შეიძლება არ გვაქვს შაკიკი. ყველას გვტკივებია კუჭი, მაგრამ არ გვაქვს გასტრიტი, ხო? ნუ აი ცხოვრებაში ერთხელ ხო რაღაცა გვიგრძნია. ზუსტად ასეა ფსიქიკური მოვლენებიც. ჩვენ შეიძლება ჰალუცინაციაც კი გამოვცადოთ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელ. ჩვენ შეიძლება დეპრესიასაც გავუგოთ გემო. შეიძლება დერეალიზაციაც გვესტუმროს. ჩვეულებრივი რამ არის ეს? მაგრამ არ არის ამაში არაფერი საპანიკო. თქვენი პროფესია სახლში შეგაქვთ ხოლმე? მე გულისხმობ რას? აი თქვენ ოჯახის წევრებს უდგებით ხანდახან, როგორც პაციენტებს. არა, მაგრამ ძალაუნებურად ყოველი ჩვენი პროფესია რაღაცნაირად გვიმსგავსებს და ხედვის კუთხე გვაქვს, აი პრიზმა გვაქვს რაღაცნაირად, რაღაც მოვლენას რაღაცნაირად ხედავთ ჩვენი სწავლების მიხედვით. ეს ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი პროფესია. აი ხო არიან ხო აი სკოლის პედაგოგი, რო ყველგან პედაგოგი არის ურთიერთობაში. ან აი რაღაცნაირად აი ეს ხედვის ჭრილი დამოკიდებულება საგნებთან, მოვლენებთან, ნივთებთან, ყველაფერთან, ხო? შესაძლოა რომ გამოიპაროს
და ზოგჯერ მოუციათ კიდეც სხვათა შორის შენიშვნა, რომ არა ვარ ჩემი პაციენტები, ხა თავი დაგვანებე, მაგრამ ვერც კი შემიმჩნევია ისე შემოპარულა ეს ნაკადი, თორე ისე რა თქმა უნდა ვცდილობ, რომ ეს ასე არ იყოს, ისევე როგორც თქვენ რო ბრუნდებით სახლში, ახლა მონოლოგით რო შევძლებთ. ხო, ნუ შეიძლება ხანდახან ესეც გააკეთო ხუმრობით, ხო, მაგრამ როგორც წესი ვცდილობ, რომ ბუნებრივ გარემოში სამსახურის რეჟიმი არ გქონდეს, ხო? ისე, ეხლა მიფიქრია, რომ დედაჩემი რო ყოფილიყო ფსიქოლოგი, ალბათ ამ ეს იწევს რაღაც მხრივ გაღიზიანებას ალბათ, რომ როგორც ფსიქოლოგი იგრიგი ურთიერთება, მაგრამ თან ძალიან კარგია, ძალიან ბევრი პლუსები აქვს ამ ყველაფერს. რომ დედა ყავს ფსიქოლოგი. ალბათ დაუჯდებოდი და ეს ბიჭი ესე რატომ იქცა ხა შენი აზრით, რამე უდევს რაღაცა უკან. ხო ძალიან საინტერესოც არის. კიდე მინდოდა მეკითხა, გაქვთ თუ არა რამის ფობია? ძალიან მაინტერესებს. ფობია, სხვათა შორის დავისწავლე ერთი პერიოდი მწერების ფობია, რომელიც აღარ მაქვს ახლა დავამარცხე. დავისწავლე როგორ ბავშვობაში მწერებით ვთამაშობდი. მუხლუხოების ჰოსპიტალი მქონდა რაჭაში, ესე მრავალძარღვების ლოგინებზე დავალაგებდი ამ მუხლუხოებს და იკლაკნებოდნენ, იყვნენ ერთად დედა როგორ ტკივა ვიძახოდი და ვიყავი ექიმი და ხო, აი ესე ნებისა იყო კიდე თბილისში მრგვალჭიებს ეძახოდნენ. ხელს რო დაადებდი, ესე საყვარლად მრგვალდებოდა. ეს სანიტარი ჭიები არიან, ძალიან კარგი ტიპები არიან საერთოდ. გარემოში როცა არიან ეგენი, ხო? არ მახსოვს მათი სახელი მრგვალჭიას ვეძახოდით ჩვენ ბავშვობაში და პატარა გოგოებს ხო უყვარდეს პატარა ჩანთები და მეც მქონდა ასეთი პაწაწუნა ჩანთები მჩუქნიდნენ და ამ ჩანთას გავავსებდი ხოლმე ამ ჭიებით სახში ამომყავდა და სხვა შვილს დედაჩემი ფსიქოლოგი არ იყო, მაგრამ ისეთი მშვიდი ნერვული სისტემა ჰქონდა, არაფერზე არ ღელავდა ამ არც ამ ჭიების გაფანტოაზე რომ გაიქცეოდნენ სახში არაფერზე და ძალიან დედის მაგ-მხრივ ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჰიპერრეაქცია არაფერზე არ ჰქონდა, რაღაც ჯანსაღად უყურებდა ყველაფერს. ამ ბავშვურ ცნობის მოყარეობასაც აი ამ შემეცნების ამ უცნაურ ფორმასაც რო ყველაფერს ეხები, იმითაც ბედნიერი იყო, ალბათ გემოს რო არ უსინჯავდი ამ ჭიებს და მოკლედ, აი ყველა მწერებით ვთამაშობდი ჩვეულებრივად როგორც ბავშვები, ზოგადად ახლოს არიან სამყაროსთან და მერე სადღაც დავისწავლე, რომ ვიღაცამ კალია რო შეხტა იკივლა, პეპელა რო გამოფრინდა იკივლა და ადრე თუ ვფიქრობდი რა ლამაზია ეს პეპლები თქო გადავწყვიტე, რომ ეს რაღაც ძალიან სექსია რა, ასე რო კივიან და მეც დავიწყე კივილი და ამასობაში მართლა შემეშინდა კალიის. მაგრამ ეხლა აღარ მეშინია კალიის, ეს მოვიშორე მე გავაცნობიერე, რომ რა მომენტში დავისწავლე, ესეც გავიხსენე, რომ სხვებს ვაძავდი და მერე დავიჯერე, რომ მართლა მეშინოდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა გარკვეულია ის ზიზღის გზნობა მაინც და ყვავილები რომ აქვს ბევრი ხანდახან იქ კალია ზისხომე და ერთხელ ესე ხელი მოვკიდე ამ კალიას ისეთი თბილი სხეული ქონდა საზიზღარი თბილი რომ იმ წუთას მივხვდი რომ ყვავილი არ არის და რო დავხედე და აღვიქვი რომ კალია და ცოტა ადამიანი ვითხოვ გიყურებს და ნუ აი ძალიან არ მესიამოვნა და ეხლა ნუ რო გითხრათ რომ ტარაკნის დანახვა გამახალისებს თქო მოვიტყუები მაგრამ ნუ იმასაც ვერ ვიტყვი რომ თლათ ფობიის რანგში არ არის მაგრამ რაღაცა ესე რა და იქ ყველაფერი ალბათ მართლა ბავშვობიდან მოდის აი შიშები რაღაცა მომენტი არ არის აუცილებელი რომ დაღრმა ბავშვობიდან იყოს თლათ მაგრამ რაღაცა ფობია მაინც არის უფრო სიმბოლიზებული შიში აი რაღაცნაირად თითქოს სიმბოლიზდება რაღაცაში თავს მოიყრეს და რაღაცა დოზამდე შესაძლოა განმაკურნებელიც კი იყოს იმიტომ რომ გენერალიზებულ შფოთვას არიდებდეს ადამიანს კონცენტრირდებოდეს რაღაცნაირად ერთ წერტილში თუმცა თუ ეს ფობია ისე გამწვავდა რომ კალიები გელანდება იქაც სადაც არ არის ნუ მაშინ ყველა ვარიანტში ფსიქოთერაპია საჭირო და გაცნობიერება სინამდვილეში რისი შიშია ეს რომელსაც ჩვენ სახელად კალია დაარქვიან პეპელა ხო გქონიათ შემთხვევა როდესაც ნუ ალბათ გქონიათ ძალიან დამძიმებულად თქვათ ემოციურად გრძნობთ თავს ნუ კაი დავარქვათ დეპრესია მე არ მოყვარს სახელების დარქმევა რატომაც თან მოდაში შემოვიდა რატომაც ყველაფერს სახელს არ ქონა ნუ კარგი დეპრესია გქონიათ მაგრამ ნუ სამსახურია თქვენი და გიწევთ რომ სხვისი პრობლემები ისმინოთ და სხვას დაეხმაროთ
ამას თქვენი ეს დეპრესია გაუმძაფრებია უფრო თუ პირიქით სხვისი გამოყვანისას თქვენს გამოსულ ხართ? ხო, დეპრესია როგორც კლინიკური მდგომარეობა სხვა არის და არის ასთენიზირებული მდგომარეობა, წინაპირობა, რომ ცოტაც გიკლია დეპრესიამდე, იმიტომ რომ ძალიან გადაიღალე, ბევრი რაღაცა პრობლემა ერთად შეგემთხარა, როგორ არა ყოფილა ესეთი რამ, მაგრამ საერთოდ ესეც შედის მენტალურ ჰიგიენაში, მაგალითად საზღვარგარეთ ჩემ პროფესიის ადამიანებს აქვთ უფრო მეტი დასვენება. მაგალითად ამერიკაში სადაც ვმუშაობდი, ჩემი უფროსი ვინც იყო, ვისი კლინიკური ასისტენტიც ვიყავი, გადაბმულად მუშაობდა 2 წელი და შემდეგ 1 წელს იღებდა აკადემიურს. რომ თვითონ თავის თავთან დაბრუნებული იყო საკმარისად. ამიტომ სხვადასხვა წესებია სხვადასხვა ქვეყანაში, როგორი პროტოკოლია დასვენების, იმიტომ როგორც წესი დასვენებაც დისციპლინაა, რომ ენერგია აღიდგინო და მქონია ესეთი რამე, რომ ძალიან გადამიხარჯავს ჩემი ენერგია და ამ დროს უნდა მიხვდე, რომ დასვენების დროა, ამ დროს უნდა მიხვდე, რომ არ იყო კონფორმიზმი იმ გაგებით, რომ აი ყოფილა, რომ აი რაღაც მიყვებიან განსაკუთრებით მძიმე შემთხვევას, რომ საშინელება შეემთხვა, საშინელება მოხდა მის თავს და შენ აი აჩემებული ყავხარ და შენს გარდა არავისთან არ მივა და რამენაირად უნდა მიიღო და გამიგრძელებია მუშაობა ზოგჯერ ღამის 12-მდე მიმუშავია და მე რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მე თვითონ ისე გამოვიფიტე, ეფექტურობაც დავკარგე უკვე მე თვითონ აღარ ვიყავი კარგად, რომ არ შეიძლება, რომ აი ის კომპენსაცია არ გააკეთო შენი ცხოვრების უბრალოდ იმიტომ, რომ დარჩე ბალანსში, ხო? და თუ კი ამას უცებ არ ვიგრძნობთ და არ ვისარგებლებთ იმ დასვენების დღეებით, რომელიც გვაქვს, არ ვისარგებლებთ იმ დადგენილი დროით, რომ ამაზე მეტი ადამიანის მიღება დღეში არ შეიძლება, შენ არ შეგიძლია, მეტი ენერგია აღარ გაქვს. აი ამას თუ არ გავაკეთებთ, შეიძლება მაშინ შეცდომაც დაუშვათ, ჩვენი ფსიქიკაც დაიძრას, ასე ვთქვათ და რაღაცა ვერ დავინახოთ სწორად, არ დავინახოთ სწორად, ჩვენ თვითონ კრიზისში აღმოჩნდეთ, არის ეს რისკი კი, ამიტომ სულ ვამბობ, რომ დასვენებაც დისციპლინაა, თუმცა ზოგჯერ დისციპლინა მეც ამრევია და ძალიანაც მინანია ეს სხვათა შორის, ამიტომ ეხლა უფრო მკაცრად ვიცავ ამ წესებს. ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ ამოჩემებული ყავხარ პაციენტს. მე მგონი არასწორად აჩემებული შეიძლება სიტყვა ცოტა სწორ, აჩემებულიც რას ნიშნავს, ხო რაღაცა დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ და ეს პროფესიაც როგორ არის, ხო, რომ შეიძლება 10 შესანიშნავი სპეციალისტი იყოს, მაგრამ რომელიღაცას არჩევ შენ, როგორც აი თითქოს ეს ხმა, ეს ტიპაჟი პასუხობს შენს რაღაცა შიგნით, ხო? რომ ძალიან მივხვდი, რომ ყავდა ფსიქოლოგი, რომელზეც ვიყავ, იცით როგორი მიჯაჭვული, რომ აი დავარღვია რა ის ბალანსი ფსიქოთერაპევტსა და პაციენტ შორის რა დისტანციაც უნდა იყოს, მივხვდი, რომ აი ამის გარღვევა მინდოდა აბსოლუტურად. რაღაცა მომენტში უკვე ვეღარც ვიჯერებდი, რომ მე შეიძლება ამაში თანხა ვიხადო, ჩვენ იმდენად ახლობლები ვართ ერთმანეთისთვის. რაც ეს სამხრივი იყო და ჩემი სამყარო იყო. და ალბათ თქვენ ძალიან გესმით ეგ შეგრძნება და რა შეგრძნება გვეუფლება პაციენტებს, გარდა იმისა, რომ ხვდებით, რომ ერთადერთი ადამიანი ხარ ამ შემთხვევაში, ვისაც ესმის ჩემი, ვინც თავს მიქნევს, ვინც გრძნობ, რომ ემოციურად თავზე მეფერება. კიდე რა მაიძულებს შინაგანი, რომ თქვენზე ესეთი მოჯაჭვული გავხდეთ. ამ მოვლენას ქვია ტრანსფერი ფსიქოთერაპიაში და მთავარი არ განვითარდეს კონტრანსფერდი ფსიქოთერაპევტისგან იმ ძალით, რომ ფსიქოთერაპევტმა არ დაკარგოს საზღვარი და ტიხრები. ამიტომ არის ზუსტად, რომ ჩვენ არ ვემსახურებით მეგობრებს ან მეგობრებთან გათანაბრებულ პირებს, იმიტომ რომ ეს არის როლის დარღვევა და ასევე, როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ადამიანთან, მოდი ახლა მეგობრულად სახში მასტუმრე ყავა დავლიოთ, არ მოსულ. ამ ძალიან დიდი დისტანცია უნდა გაჩნდეს, ანუ შენგან რო წავა ადამიანი კიდევ 2 წელი უნდა გავიდეს, რომ თუნდაც მე ესე მეგობრულად სადმე თუ შემთხვევით შეხვდით და მოგიწიათ ამ ყავის დალევა, ხა ამაზე არ არის რა თქმა უნდა ლაპარაკი, მაგრამ ესე მიზანმიმართულად რომ დავმეგობრდით და ეს არა და ეს ტიხრები თვითონ თერაპევტებიც ვაკონტროლებთ ცხადია ამას და როდესაც ჩვენთან მოსული ადამიანი
ცდილობს რომ გამოარღვიოს ეს ტიხრები, ამ შემთხვევაში საჭირო არის რაღაცა ამ სივრცის დატოვება, დისტანცირება, რომელიც ზოგჯერ ისე აბრაზებს ადამიანს, ისე წყინს, რომ მე შეიძლება უკმაყოფილოც იყოს შენი და გაბრაზდეს, ისეთივე ძალით გაბრაზდეს, როგორი ძალითაც აღტაცებული იყო შენით. ეს ძალიან ხშირია, იმიტომ რომ ეს ცაში ატაცება, რომ აი შენ ღმერთი ხარ და არ აღმოჩნდი ღმერთი და თანაც გამწიე თუ რაღაც მოეჩვენოს, ნუ შესაძლოა რომ უკმაყოფილებაც გაუჩნდეს, ამიტომ სასურველი არის რომ განისაზღვროს ეს მოუდინები წინასწარ, რომ ყველა ადამიანს მეგობარი ჰყავს, არ აქვს მნიშვნელობა მეგობარს რამდენი და რა ესმის მისი, მშობელიც ყავს, შენ არც მისი დედა ხარ, არც მისი მეგობარი ხარ, შენ გაქვს შენი როლი და ამ როლით ეხმარები საკუთარ თავში მოგზაურობაში და არა ის რომ შენ გარედან მასში ჩატენო რაღაც მოსაზრებები. ყოველთვის და ძალიან ხშირად მიფიქრია რა. მე ზოგადად თქვენი პროფესიას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მაგრამ მომწონს. მადლობა მე თქვენი მეთოდებიც და შეხედულებებით. თუ ყოფილა შემთხვევა, ნუ ალბათ ყოფილა. როდესაც პაციენტი მოდის ისეთი ამბით, რომ აუცილებელია, ნუ ვიცი რომ ფსიქოლოგი მესაიდუმლეა, ეს ხო ასეა, პროტოკოლშიც წერია, რომ ამბავი არ გადის, მაგრამ არ ხო არსებობს შემთხვევები, როდესაც უნდა გავიდეს. იმიტომ რომ ეხება რაღაცა სხვა ამბავს. ეს არ ხდება ღალატით, ეს ხდება მასთან შეთანხმებით. ჩვენ მას ვეუბნებით, რომ დაუშვათ თუ კი მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ არის თუ ჩვენ მას ვეუბნებით, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ საქმის კურსში იყოს ახლობელი. გაჩნია განსაკუთრებით თუ არასრულწლოვანია მეტი ანგარიშვალდებულება გვაქვს მის მეურვესთან, მაგრამ ესეც ხდება შეთანხმებით. აი პატარა მცირეწლოვან ბავშვსაც კი ვუთანხმებთ იმდეს, რამდენი შეთანხმება შეიძლება. თქვათ თუ მაგრამ ეს სიცოცხლის რისკებს უკავშირდება და აი ესეც აუცილებელია განისაზღვროს რა არის საერთოდ აი საიდუმლო ხო? საერთოდ რა არის რომ არ გათქვა პაციენტი, რომ შენ არ უნდა გათქვა ისეთი რამ, რაც მის ღირსებას შელახავს. ან რაც მის ცხოვრებას დააზიანებს. აი ეს ორი მთავარი კრიტერიუმი. მოძალადე არის და მასა ვეუბნებით, რომ აი ეს თუ ვიღაცას შენგან საფრთხე მუქრება, ჩვენ ამ შემთხვევაში ეს ვალდებულება. აუცილებლად მასამას ვეუბნებით, ის ნაღალატები არ არის ჩვენგან. ამის თქმა მინდა. ბოლო კითხვა მექნება, მინდა რომ რჩევა მოგცეთ ყველა ასაკის ადამიანს, ვისაც რთული პერიოდის გავლა უწევს. იმიტომ რომ მეც განმიცდია ის პროცესი, როდესაც მეგონა რომ არანაირი პროცესი აღარ ვითარდება ჩემს არც ორგანიზმში, არც ტვინში, არსად. შეჩერებული ვარ, სტატიკაში ვარ და ნელ-ნელა ვიხრწნები. და უიმედობის შეგრძნება ვისაც აქვს. აი რამე მეთოდი რო ურჩიოთ, აი პატარა ეტაპ ნაბიჯები რო გადადგან, თუნდაც იძულებით. უფრო მთავარი მან დასაწყისი არის არ ვუსაყვედუროთ თავს, იმიტომ რომ ასეთი უიმედობის და სიცარიელის განცდის დროს იწყება მე ხომ არავინ ვარ, მე ხო არარაობა ვარ, მე ხო საზღარი ვარ და აი არაფერი არ შემილა, ჩემი განვითარება შეჩერდა. აი ეს თვითდაკნინებითი შეტევა საკუთარ თავზე, ეს არის ყველაზე საშინელი, რასაც ამ დროს ადამიანები ვაკეთებთ და მთავარი არის რომ შევწყვიტოთ განსჯა და დაველოდოთ, როდის აივსება აუზი ისევ ცოტა ენერგია მოგვემატება, რომ მე პირველი ნაბიჯები გადავდგათ და ვიურთიერთოთ ისევ გარესამყაროსთან. და თუ არ ივსება? თუ ეს უკიდურესი სიცარიელი არის, როდესაც ჩვენ უკვე დავათრევთ ჩვენს გვამს, აი ძალიან საინტერესო არის ხათაშორის დეპრესიაში, დაავადებათა კლასიფიკაციაში წერია, რომ დეპრესია უარიო დაქვეითებული გუნება განწყობა, ცუდგუნება განწყობაზე ყოფნა, ხშირად ასე აღიწერება სახელმძღვანელოებში. მე ძალიან მომწონს ანთროპოლოგიური თვალსაზრისი, რომელიც ამბობს, რომ თომას ფუქსის ნამუშევრები მიყვარს ძალიან დეპრესიასთან კავშირში და ის ამბობს, რომ დეპრესია არის არა უგუნებობა, არამედ არყოფნა. ის არის თანხმობა არასთან. ის არის მკვდრად ყოფნა. რამდენადაც ჩვენ ვართ ცარიელი და დავათრევთ ამ ჩვენს დამძიმებულ სხეულს, იმდენად ჩვენ მკვდრები ვართ იმ წუთას. და ანთროპოლოგიურად სხვათაშორის გრავიტაციულადაც სხეულია დამძიმებული, ფეხები აღარ მოყვება, მხრები ჩამოყრილი, ფრთები ჩამოყრილი, ხო?
აი ეს ვერტიკალური ნაოჭი არის დეპრესიული ნაოჭი და ასე შემდეგ ხო ტუჩის კუთხეებით შეიძლება იყოს დაწეული, ყველაფერი მიუთითებს რაღაც მივდივართ ქვესკნელში თითქოს. როდესაც ეს არის ძალიან ძლიერი და მძაფრი, მაშინ დაუყოვნებლივ საჭირო არის სპეციალისტთან მისვლა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დეპრესიის დროს ვერბალური თერაპიაც, ანუ სიტყვიერი ტრადიციული თერაპიაც ამ დროს რთულია, იმიტომ რომ 10 წუთზე მეტი კონცენტრაციის უნარი არ აქვს პაციენტს, ის 10 წუთიც თუ მოიპოვე, კარგია. მაგრამ ასევე აი არტ თერაპიაში ჩართვაც ძალიან რთულია, თორე აი არტ თერაპიაში კიდე სენსორულადაც უფრო სწრაფად ვახწევთ მიზნებს. მაგრამ ძალიან მოთმინებით ნელი ნაბიჯების გავლა საჭირო და რაც მთავარია თვითსაყვედური რამენაირად შევაჩეროთ, უპირველესად შევაჩეროთ თვითგვემარო, აი მორჩა მე არავინ ვარ და მე საზისხარი ვარ და მე საერთოდ რა ღირსი ვარ, რომ ვიცოცხლან ვინმეს უყვართ. აი ეს თუ გავაჩერებთ ამ თვით შეტევას, ავტოაგრესიას, ეს შესანიშნავი იქნება, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია მძიმდება, მაშინ რაც უფრო დროზე გადავდგამთ ნაბიჯს მედიკამენტური თერაპიისკენ და ფსიქოთერაპიისკენ, კომბინირებულად დღევანდელი მედიცინა ასე მუშაობს, რომ ფსიქიატრი არ მუშაობს ფსიქოთერაპევტთან წყვილის გარეშე და ფსიქოთერაპევტი არ მუშაობს ფსიქიატრის გარეშე, თუ კი მედიკამენტები აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემი სტუმარი იყავით. ვიცი თან თქვენი გრაფიკი და რომ მოახერხეთ და მოხვალეთ ჩემს. მადლობა პირიქით დაპატიჟებისთვის. დიდი მადლობა.